ნაციონალური მოძრაობის მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ და მათ მიერვე შექმნილი მტკიცებულებები რუსეთის სასარგებლოდ, გადამალული ისკანდერი და დოკუმენტები, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა ომის დანაშაულებსა და მის დაწყებას საკუთარ ქვეყანას და ქართველ სამხედროებს აბრალებდა. ყველა დეტალზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე ისაუბრა. სხდომაზე დასახელდა კონკრეტული გვარები. CJ-ში როცა დავაწაგო საქართველომ 2011 წელს ვინ წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს დავა ვის მიყავდა? ქართულ მხარეს მაშინაც საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტრო, შეიძლება სხვადასხვა უწყება იყო ჩართული მტკიცებულებების შეგროვებაში თუ არგუმენტების შეგროვებაში, თუმცა პასუხისმგებლობა საერთო პროცესის კოორდინაციაზე ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინისტროს ყავდა უცხოელი იურისტებიც დაქირავებული. მართალია თუ არა რომ 2008 წლის ომი ის რამდენიმე დღე იმართებოდა პრაქტიკულად ტელეფონით. ჩვენ როდესაც საქმეში ჩავიხედეთ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ თუ რამე მტკიცებულება იყო, ეს მტკიცებულებები იყო გაბნეული. ამ ერთიანი კოორდინაცია არ ხდებოდა. ნამდვილად ორიგინალი დოკუმენტის მოძიება ვერ შევძელით საქმეში, თუმცა მოხერხდა ასლის მოძიება, ეს იყო ნოტა საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რომელთაც დასტურდებოდა, რომ ქართულმა მხარემ ცალმხრივად შეწყვიტა 10 აგვისტოს დილით საბრძოლო მოქმედებები და ასევე ჩვენ დაგვჭირდა გაეროს უშიშროების საბჭოს არქივებში მასალების მოძიება, რომლითაც ჩვენ დავადასტურეთ, რომ 10 აგვისტოს უკვე ქართულ მხარეს საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი ჰქონდა. და 12 აგვისტოს, როდესაც უკვე ისკანდერი გამოიყენეს გორში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ის იყო ნამდვილად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ვინ იყო ის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ეს კომენტარი გააკეთა და მისცა ჟურნალისტებს ინტერვიუ? პირდაპირ სახელობითაც წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ეს იყო მინისტრის მაშინდელი მოადგილე ბათუ ქუთელია. ბათუ ქუთელიას ინტერვიუ უკვე აღნიშნა, რომ პირდაპირ ციტირებულია და გადატანილია სტრასბურგის სასამართლოში, როდესაც აი ქართული დასახლებული პუნქტების დაბომბვაზე საუბარი. ვინ აწარმოებდა კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროსთან ამ საქმეებს პირველ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ წავაგეთ იმის გამო, რომ მტკიცებულებები სრულად არ იყო წარდგენილი, ვინ იყო პასუხისმგებელი ქართული მხრიდან ოფიციალურად ამისა? მინისტრის მოადგილე, რომელიც კურატორობდა, იყო ქალბატონი თინა ბურჯალიანი, მაგრამ სხვა სახელობითად კონკრეტულად სასამართლოში ვინ წარმოადგენდა, ამ ეტაპზე გამიჭირდება, რადგან ზეპირად არ მახსოვს. მინისტრი იმ პერიოდში თუ არ ვცდები, ან ნიკა გვარამია იყო, ანა დეიშვილი. როცა ტალიამინის დასკვნა გამოქვეყნდა, მორიგი ზეიმი გამართა სააკაშვილმა და ერთგან პირდაპირ წერია, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, იყო მართალი იმაში, რომ მას ჰქონდა უფლება მიეცა პასუხი იმ თავდასხმისთვის, რაც საქართველოს განახორციელა რუს სამშვიდობოებზე. მოხდა თუ არა აი ამების გაპროტესტება, რომ ეს არასწორი ჩანაწერებია და რა აზეიმებდა. ესეთ შეფასებითი ალბათ ვერ გეტყვით. რაიმე მტკიცებულება გით ერთხელ ვიტყვი, რომელიც ამას გააქარწყლებდა დოკუმენტურად, ჩვენ წინ არ დავხვედრი. ქართულ მხარეს აღიარებული ჰქონდა ფაქტობრივად ამაზე ხელმოწერა და ჩვენ მერე წლები დაგვჭირდა გვემტკიცებინა, რომ მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან რაღაცაზე ხელმოწერა შეიძლება არ ნიშნავდა რაღაც, რომ ის ფაქტობრივი განმეორებები ნამდვილად ასე მოხდა და ქართველმა ჯარისკაცებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული. ეს პროცესი საერთაშორისო სასამართლოში ვერ იქნებოდა მოგებული თუ არა ის ოქროს მტკიცებულება ისკანდერის სახით, რომელიც თქვენ არ დახვდათ. არა თუ საქმეში, არამედ საერთოდ როგორც თქვენ თქვით საქართველოში. როგორ გაიგეთ, რომ ეს საქართველოში არ იყო, ან სად იყო? ჩვენ გარკვეულწილად დაგვეხმარა აი იმ ისკანდერის მოძიებაში ჰოლანდიელი ჟურნალისტი, ეს იყო ის ჰოლანდიელი ჟურნალისტი, რომლის ოპერატორიც გარდაიცვალა აი ამ ისკანდერის გასროლის დროს, მას ჰქონდა ასევე საკმაოდ საინტერესო ვიდეო და ფოტომასალა. შემდეგ ამ ადამიანმა დოკუმენტური ფილმიც კი გააკეთა ამ ისკანდერთან დაკავშირებით და ეს დოკუმენტური ფილმი არის ხელმისაწვდომი და აი ამ დოკუმენტური ფილმიდან ერთ-ერთი იყო მნიშვნელოვანი წყარო, საიდანაც ჩანდა ინფორმაცია გაჩნდა, რომელ ქვეყანაში შესაძლოა ყოფილიყო ეს ისკანდერი გატანილი, რაც შეეხება კონკრეტულ თანამშრომელს საჯარო მოხელეს, რომელსაც გარკვეული ინფორმაცია გააჩნდა. მე რადგან არ მქონია მასთან კომუნიკაცია და არ ვიცი რამდენად ექნება სურვილი რომ საჯაროდ გაჟღერდეს, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ნათელია რომ რეალურად განხორციელდა ეთნიკური წმენდა, რატო ვერ მოხერხდა, ანუ რა არ იყო წარდგენილი თქვენი აზრი და კონკრეტულად რა იყო წარდგენილი უკვე ფაქტების დონეზე რო გითხრათ. ფაქტობრივად აი ის ჩემი თქვა რომ 2008 წლის ომამდე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იურიდიულად სამართლებრივად არანაირი პრეტენზია არ
არ წაუყენებია. მხოლოდ აი ომის შემდეგ დაიწყო რაღაც საჩივრების შეტანა. ამ მთელი ეს პერიოდი აი ისე ჩემი თქვა, რომ საქართველოს არც კი უცდია რომ ედავა რუსეთის წინააღმდეგ ან რაღაც პრეტენზია ქონოდა. საქმეებში სტრასბურგის სასამართლოში მოახერხეთ იმის დადგენა, სადაც პირდაპირ არის ჩაწერილი გადაწყვეტილებაში, რომ არათუ 90-იან წლებში რუსეთი არ ღვევდა ადამიანის უფლებებს. საუბარი არის მათ შორის პირველი რესპუბლიკის დროს საბჭოთა ოკუპაციაზე. ძალიან რთული ეს ტერმინი იხმარეთ, იყო ეს ყველაფერიო და რისკი არსებობდა, რომ ვერ მოხერხებულიყო, ასე ვთქვათ, ამის შეტრიალება. გქონდათ ასეთი განცდა თავიდან. ყველაზე ესეთი დიდი სირთულე ჩემი გადმოსახედიდან იყო ის, რომ ერთი მხრივ მოგეგო იმ ნაწილში, რაში ჩვენ რუსეთს ედავებოდი და მოგეგო დიდწილად და ყველა დარღვა დაგედგინა, მაგრამ მეორე მხრივ არ წაგეგო არც ერთი საქმე. იმიტომ რომ ერთი წაგება უკვე ნიშნავდა, რომ მაგალითად სიპოლსის საქმის წაგება ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს გრადებით ცხინვალი დაბომბა და ეს შეიძლება საკმარისი ყოფილიყო უკვე რუსული ნარატივის გასამტკიცებლად, რომ ნამდვილად გენოციდის მცდელობები იყო საქართველოს მხრიდან და შეიძლება მხოლოდ აი ამ საქმის წაგებითაც კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, იმიტომ რომ ეს სამართლებრივად გამყარდებოდა. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს როდესაც უწევს უკვე აქტიურ ფაზაში გადასვლა ამ სამართალწარმოების, ხდება ეს მოცემულობა და დამატებით ემატება 3300 საჩივარი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში არის შეტანილი ეთნიკური ოსების მიერ, ეს იყო რუსეთის ფედერაციის ორკესტრირებით, თუმცა სამწუხარო ფაქტი იყო ისიც, რომ აი ამ საჩივრებში იყო ისეთიც, რომლებიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ, მაგალითისთვის შეიძლება ითქვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შეტანილი საქმე სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ, ეს იყო საქმე მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არ იყო საქმე საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ, მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, სადაც საქართველოს ედავებოდნენ იმას, რომ ცხინვალის დაბომბვა მოხდა ეგრეთ წოდებული გრადებით და ამის შედეგად იქ მოსახლეობა დაიღუპა. დაზუსტება მინდა, კარგად ვერ გავიგე და ვერ მივხვდი, რაც თქვით. ანუ საი ამტკიცებდა, რომ ქართველები გენოციდს უწყობდნენ საკუთარ მოსახლეობას? ტერმინი არ იყო ეს გენოციდი გამოყენებული, ეს ტერმინი იყო რუსეთის მხრიდან გამოყენებული და რუსეთი გენოციდს ადასტურებდა იმით, რომ განურჩეველი იარაღით, მაგალითად გრადებით მოხდა ცხინვალის დაბომბვა. ეს იყო რუსული ნარატივი და ცალკე იყო შესული ეს საჩივარი, რომელიც საჩივარი? სიპოლსის, აი საიას შეტანილი სიპოლსის საქმეზე. და ამ საჩივრის მთელი არსი იყო ის, რომ მათი ბრალდება იყო, რომ საქართველოსდან გასროლილი ჭურვით, ამ გრადით მოხდა მოსახლეობის გარდაცვალება. მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალება და ეს ორი რაღაც ერთმანეთში უკვე ავსებდა, თუ ამ საქმეზე სტრასბურგი დაადგენდა, რომ ქართველებმა ნამდვილად ისროლეს ცხინვალში დასახლებულ პუნქტში ისეთი იარაღი, რომლის გამოყენებაც არ შეიძლებოდა, ეს უკვე შეავსებდა რუსულ ნარატივს გენოციდის მოწყობასთან დაკავშირებით. ხო, ეხება 2004 წლის 28 მარტის არჩევნებს. ამასთან დაკავშირებით თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება 28 მარტის არჩევნები შედეგები ისე შეაჯამა ცესკომ, რომ არ იყო ჩატარებული არჩევნები ორ საკმაოდ მოზრდილ ოლქში. ეს არის ხულო და ქობულეთი. ამით 60,000 ამომრჩეველი იქნა გარიცხული ცესკოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ თუ იქო ხულოსა და ქობულეთში არჩევნები ვერ ჩატარდა, ესო ჩვენი კი არა, აჭარის ხელისუფლების ბრალიაო, ციტირებას ვახდენ. და პრინციპში რომც ჩატარებულიყო იქ არჩევნებიო, ესო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდაო. მაინც შეაჯამა არჩევნები ცესკომ ხელმძღვანელის ინიციატივით და სწორედ ამის გამო სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა დარღვევა. ლეიბორისტულმა პარტიამ ასე შეჯამებულ არჩევნებში 6.01% მიიღო, მაშინ როდესაც როგორც თქვენვე დაადასტურეთ და ასე იყო ნამდვილად 7% იყო ბარიერი. შესაბამისად ის ამტკიცებდა, რომ ხულოსა და ქობულეთში რომ ჩატარებულიყო არჩევნებიო, შესაძლოა მე ეს ბარიერი გადამელახა
და მოუხვედრილიყავი პარლამენტში. ვინ ხელმძღვანელობდა CESCO-ს 2004 წლის 28 მარტს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს იყო თუ არა სამართლებრივი საფუძველი, რომ ჩატარებულიყო მეორე ტური. მე გახდით სტრასბურგში რამდენიმე დღის წინ და გერმანელი დეპუტატი შვაბე წამოდგა ასამბლეაზე და პლენარულ სხდომაზე განაცხადა სამარცხვინოდ, რომ მეთანხმებიო იმ მოსაზრებასო, რომ 2024 წელს საქართველოში არჩევნების დღეს არჩევნები არ გაყალბებულაო. მაგრამ არჩევნების შედეგები პრობლემაა იმის გამო, რაც ხდება არჩევნების შემდეგ ქუჩაშიო. მაინტერესებს 2012 წელს რაც ხდებოდა არჩევნების დღემდე. მაშინდელი აუდიტის სამსახურის საქმიანობა, რომელსაც პარტიების ნაწილში ხელმძღვანელობდა ქალბატონი ნათია მოგელაძე. როგორ არის თქვენთვის ცნობილი? რამდენად აისახებოდა CESCO-ს საქმიანობაზე, ვინაიდან იქ ხდებოდა დაბარება რიგითი ამომრჩევლების, ქონებების წართმევა და ამომრჩევლების დაშინება, სატელევიზიო გამოსაყენებელი თებშების დაპატიმრება. სააკაშვილმა უბრალოდ დაინახა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს მესტიაში აგებდა ჩვენს კოლეგასთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და კოდორის ხეობა, სადაც არჩევნები ბუნებრივია ტარდებოდა, მაგრამ არ ტარდებოდა მაჟორიტარული არჩევნები, იმიტომ რომ ეს არის გულირიფშის რაიონის ნაწილი. სწორედ აი ამ საარჩევნო მიზნით მხოლოდ ერთჯერადად შემოერთეს მესტიას და იქ განლაგებულ 3000 ჯარისკაცის ხმა წამოიღეს მესტიაში. 3000 კაცის ხმა აბსოლუტურად 3000-ივე ხმა იყო უარი დაკვირვების გარეშე იყო ეს ხმები მიცემული 3000-ივე ხმა იყო ერთ კანდიდატზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატზე მიცემული და 3000 ხმა მთლიანად წვეთს მესტიაში არჩევნების ბეწს. შემაჯამებელი ოქმის თანახმად მითითებულია ის რომ ნამდვილად ქობულეთისა და ხულოს ოლქებში გაუქმდა შედეგები საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო, თუმცა სხვა რაიმე დამატებითი კონკრეტიკა არ არის მითითებული. შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. თუ კი არ იქნებ კანდიდატი ვერ გადალახავდა შესაბამის ბარიერს, ასეთ შემთხვევაში წარიმართებოდა მეორე ტური 2012 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს და კერძოდ მაშინდელი აუდიტის სამსახურის მიერ წარმოებულ საქმიანობას და რა გავლენა ჰქონდა აღნიშნულ CESCO-ს საქმიანობასთან დაკავშირებით. მე ამ ეტაპისთვის გამიჭირდება, იმიტომ რომ უშუალოდ მე არ ვიყავი დასაქმებული ამ პერიოდისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შევეცდები, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციით დაგიბრუნდეთ. სტრასბურგის სასამართლო ამბობს ასეთ რამეს. 129 აბზაცში. ხულოსა და ქობულეთში არჩევნების შედეგების გაუქმებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არამხოლოდ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, არამედ უფრო მეტიც ის ასე მოიქცა ისე და იმგვარად, რომ ყველანაირი შესაძლებლობა სამართლებრივი მისაგებლისა და სასამართლო გამოძიების გამორიცხა თავისი ქმედებით. ეს არის უმძიმესი აბზაცი. მადლობას მოგახსენებთ იმ სრულიად უახლესი ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარებისთვის 2024 წელს, რაც თქვენ დანერგეთ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან დახმარებით, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეის სრულიად მიკერძოებულ და თავდასხმით გარემოშიც კი, სადაც მე მომიწია ყოფნა, ვერავინ დამალა ის, რომ თქვენ მიერ ჩატარებული ელექტრონული არჩევნები არ გაყალბებულა. იმსჯელეთ და კომისია თვლის, რომ
უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს დასკვნაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თუ არა წამყვანი ადგილი დაეთმოს სწორედ არჩევნების საკითხს. სავარაუდოდ მოწვეული იქნება და საბოლოოდ ეს დღის ბოლოს გაფორმდება ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ქალბატონი ნათია მოგელაძე და ბატონი ლევან გაჩეჩილაძე. მინდა ყველა ის პირი, ვინც იქნება მოწვეული ჩვენი კომისიის წინაშე, კაცრად გავაფრთხილო. არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში. არ არის საჭირო ჩვენ საგამოძიებო კომისიასთან თამაში, ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი. იმენად სერიოზული, რომ უარი კომისიის წინაშე გამოცხადებაზე ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისჯება კაცრად და ამიტომ ნურაფერს დაუყენებთ წინ იმას, რომ ჩვენი ოფიციალური შეტყობინების შემდეგ მობრძანდეთ და მოგვასმენინოთ თქვენი თავი.